ირანის ბირთვული პროგრამა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. I want them not to have a nuclear weapon. I want Iran to be a wonderful, great, happy country. But they can't have a nuclear weapon. ამჟამად კი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ამ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ვიდეოში კი გავარკვევთ, რატომ არის ირანის ბირთვული პროგრამა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რამდენად ახლოს არის ირანი ატომური იარაღის შექმნასთან და რა დგას მიმდინარე მოლაპარაკებების მიღმა. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და დავიწყოთ. ირანის ატომური პროგრამა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს. შაჰის დროინდელ ირანში თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ინტერესი, რომ ირანის ტერიტორიაზე ბირთვული ბაზა შექმნილიყო, განსაკუთრებით სამოქალაქო გამოყენების მიზნით, მაგალითად ელექტროსადგურებისათვის. ირანის დღევანდელი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი სწორედ გასული საუკუნის 70-იან, 80-იან წლებშია აშენებული. შაჰის დამხობის შემდეგ ირანისა და შეერთებული შტატების კოოპერაციაც გაქრა, რაზეც დეტალურად ამ ვიდეოში ვისაუბრე. ბირთვული პროგრამის ამუშავების სურვილი მხოლოდ შიგადაშიგ იჩენდა თავს, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ირანმა მკაფიოდ გადაწყვიტა ატომური საქმიანობის გაგრძელება. სწორედ აქედან იწყება საუბარი ირანის ატომური იარაღის მოპოვების მცდელობაზე. ამ პერიოდში სატელიტურ ფოტოებზე გამოჩნდა ისეთი ადგილები, როგორიცაა ნათანზი, სადაც ირანის თქმით ურანს ამდიდრებს თავისი ელექტროსადგურებისათვის. რას ნიშნავს ურანის გამდიდრება? ბუნებაში ურანის დიდი ნაწილი არის ურანი 238, რომელიც ნაკლებად აქტიურია და არ გამოდგება ატომური რეაქციებისათვის. ბირთვულ იარაღს სჭირდება ურანი 235, რაც ბუნებრივ ურანში ძალიან ცოტაა, 1%-ზე ნაკლები. ამიტომ ტექნოლოგიები მექანიკურად ზრდიან ურანი 235-ის კონცენტრაციას, რათა ენერგიულად უფრო აქტიური გახდეს და სწორედ ამ პროცესს ქვია ურანის გამდიდრება. ატომურ ელექტროსადგურებში, საიდანაც ელექტროენერგიას ვიღებთ, ურანი 235-ის კონცენტრაცია არის 3-5%, ხოლო ბირთვულ იარაღს 90%-ზე მეტი სჭირდება. ირანის ოფიციალური ვერსიით ის ურანს მხოლოდ ელექტროსადგურებისთვის ამდიდრებს, მაგრამ ექსპერტების თქმით, ნათანზისა და ზოგადად ირანის ლაბორატორიები ბევრად უფრო დიდი და კომპლექსურია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოქმნა სჭირდება. 2006 წელს ირანის ბირთვულ საქმიანობაზე რეაგირების მიზნით შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ირანს სანქციები დაუწესეს, რამაც მძიმე ზეწოლა მოახდინა ირანის ეკონომიკაზე. 2015 წელს კი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ირანმა მსოფლიოს 6 წამყვან ქვეყანასთან, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ხელი მოაწერა ბირთვულ შეთანხმებას, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, ანუ JCPOA-ს. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანმა 2006 წლის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნაზე. შეთანხმების მიხედვით, ირანს წელიწადში მხოლოდ 300 კილოგრამი ურანის გამოყენების უფლება ჰქონდა, ურანის გამდიდრება დაშვებული იყო მხოლოდ 3.67%-ით, ასევე ირანი ვალდებული იყო თავისი ბირთვული ინფრასტრუქტურა გაეხსნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადამკვირვებლო მისიებისთვის, რომელიც გაეროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ეს შეთანხმება რამდენიმე წლის განმავლობაში ეფექტურადაც მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. მათ შორის დონალდ ტრამპი, რომელმაც JCPOA-ს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება უწოდა. It's a disaster. And you look at this new Iran deal, which took forever to get done. You look at how bad it is and how one-sided it is. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისა შეერთებული შტატები გამოეყო ამ შეთანხმებას და ირანს ხელახლა დაუწესა სანქციები. შეერთებულმა შტატებმა ფაქტიურად შეთანხმება დაარღვია, რის შემდეგაც ირანმაც აღარ შეასრულა შეთანხმების პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. დონალდ ტრამპს ირანის ეკონომიკურად დასუსტება სურდა, რათა მას ვეღარ შეძლებოდა თავისი ტერორისტული ქსელის, ანუ წინააღმდეგობის ღერძის დაფინანსება, რომლის მნიშვნელოვანი როლიც ირანის ისრაელთან დაპირისპირებაში ალბათ ამ ვიდეოდან გახსოვთ. ამის შემდეგ ირანმა გააქტიურა თავისი ატომური პროგრამა და მნიშვნელოვნად შეზღუდა საერთაშორისო დამკვირვებლების წვდომა თავის ბირთვულ ობიექტებზე.
მაგალითად, თუ 2015 წელს ირანს ფორდოუში ურანის გამდიდრება შეწყვეტილი ჰქონდა, 2021 წლისათვის ცნობილია, რომ ამ ობიექტზე ურანი 20%-მდე მდიდრდებოდა. თეირანის ოფიციალური ვერსიით ეს ყველაფერი სამოქალაქო მიზნებს ემსახურებოდა, მაგალითად, რადიოაქტიური იზოტოპების დამზადებას, რაც სამედიცინო დიაგნოსტიკაში და კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. კითხვის ნიშნები გაჩნდა ასევე ობიექტების მდებარეობასთან დაკავშირებით, რადგან ფორდოუ მიწის ქვეშაა აშენებული. მაგრამ ირანის თქმით, ამით თავს იცავს ამერიკისა და ისრაელისაგან შესაძლო საჰაერო თავდასხმებისაგან. მოკლედ, ირანს პასუხი ყველა საეჭვო აქტივობაზე აქვს, მაგრამ ფორდოუს ასეთი ძლიერი დაცულობა ბევრს აფიქრებინებს, რომ სწორედ იქ ხდება გამდიდრებული ურანის ლითონად გადაყვანა, პროცესი, რომელიც ბომბის შექმნისაკენ გადადგმული კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია. ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას და ექსპერტები იმასაც ამტკიცებენ, რომ მას ურანი უკვე 60%-მდე აქვს გამდიდრებული. ატომური იარაღის შესაქმნელად საჭირო 90%-დან. შეიძლება 30%-იანი სხვაობა დიდად მოგვეჩვენოს, მაგრამ მეცნიერების თქმით, ეს სულ რაღაც ერთი კვირის ამბავი შეიძლება იყოს. თუ ირანს იმის საშუალება აქვს, რომ 60%-მდე გაამდიდროს ურანი, დარჩენილი 30% უკვე პატარა პრობლემაა. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა წინა ვიდეოში ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს შევეხე. თუმცა მხოლოდ გამდიდრებული მასალა არ არის საკმარისი. ირანს ჯერ კიდევ სჭირდება თვითონ ბირთვული ბომბის მექანიზმების და შიდა კომპონენტების შექმნა, რაც რთული ტექნიკური პროცესია. პარალელისათვის, ირანს გამდიდრებული ურანის სახით შეიძლება ჰქონდეს ტყვიები, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება ამ ტყვიის სასროლი იარაღი. ამაზე ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. ზოგი ფიქრობს, რომ ირანს ამისათვის რამდენიმე თვე ეყოფა, ზოგი ამბობს, რომ შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ირანს უკვე აქვს ბირთვული იარაღი და მას ფარულად ტესტავს კიდეც. ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა ქამალ ხარაზიმ ინტერვიუში თქვა, რომ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ირანი ატომური ბომბის შექმნის ზღვარზეა და ტექნიკურად უკვე შეუძლია მისი დამზადებაც. მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების ყოველწლიური საფრთხეების შეფასების რეპორტში წერია, რომ ამჟამად ირანი არ აშენებს ატომურ ბომბს. ხამენეიმ ღიადაც განაცხადა, რომ ატომური იარაღის შექმნა ეწინააღმდეგება ისლამურ პრინციპებს და ირანში, როგორც თეოკრატიულ სახელმწიფოში, ამგვარი გადაწყვეტილებებისათვის უზენაესი ლიდერის თანხმობა აუცილებელია. თუმცა არსებული ინფორმაციით ხამენეიზე ნამდვილად ხორციელდებოდა ზეწოლა, რომ თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა. საზოგადოებრივად ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, მაგრამ საერთაშორისო ანალიტიკოსების სკეპტიციზმი ამ მხრივ დღითი დღე იზრდება. და რა სტადიაზეა მოლაპარაკებები დღეს? ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ხელახალი მოლაპარაკებები 2025 წლის 25 აპრილს დაიწყო ომანის დედაქალაქ მასკატში. ამერიკის მხარეს ხელმძღვანელობს სტივ უიტკოფი, ყოფილი უძრავი ქონების დეველოპერი და ტრამპის ახლო მეგობარი. ირანულ მხარეს კი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც ასევე ჩართული იყო ობამას დროინდელ ხელშეკრულების მოლაპარაკებაში. როგორც წესი, სანამ ასეთ მაღალ დონეზე შეხვედრები გაიმართება, მას წინ უძღვის ტექნიკური მოლაპარაკებების მთელი სერია მხარეებს შორის. ეს არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს, არამედ ტექნიკურ დეტალებს ატომური ფიზიკის დონეზე. მაგრამ რატომ მაინც და მაინც ახლა და ამ დროს, რატომ ცდილობს ტრამპი იმ შეთანხმების ხელახლა მიღწევას, რომელიც უკვე წინა პრეზიდენტობისას გააუქმა? პირველ რიგში გადავხედოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაციას. ისრაელი დღეს ებრძვის ჰამას ღაზას სექტორში. ისრაელმა ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ასევე სამხედრო დარტყმა მიაყენა ჰიზბოლას ლიბანში, ირანის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს. 2024 წელს ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკებაც კი ვიხილეთ. ამ კრიტიკულ ვითარებაზე კი ჩემი ვიდეოების ეს სერია შეგიქმნით დეტალურ წარმოდგენას, რომლის მულსაც აღწერაში გიტოვებთ. დღეს ირანის პირდაპირ ომში ჩათრევის შანსი უფრო რეალურია ვიდრე ოდესმე. ისრაელმა მოახერხა ჰიზბოლას და ჰამასის ლიდერების ლიკვიდაცია, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ირანის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელს. ამასთან ერთად, ირანი კვლავ რჩება მძიმე სანქციების ქვეშ, რაც მის ეკონომიკაზე სერიოზულად აისახება და ამცირებს მის შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს თავისი პროქსი ჯგუფები ისრაელისა და ამერიკის წინააღმდეგ.
ირანის ეკონომიკა მძიმე კრიზისშია. ელექტროენერგიის დეფიციტით შეინიშნება და ბევრ რეგიონში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ამ ფაქტორების გამო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანი ახლა შედარებით სუსტ პოზიციაშია და შესაძლოა ახალ ატომურ შეთანხმებას დათანხმდეს. მეორე რიგში უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ამბიციები. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მოპოვება სურს. ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობს სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში. ღაზას სექტორი ახლო აღმოსავლეთის რივიერად გადააქციოს, რუსეთთან და ჩინეთთან ატომური იარაღის შემცირებაზე შეთანხმება მიაღწიოს და ახლა უკვე ირანთან მოილაპარაკოს ურანის გამდიდრების შეზღუდვები. მაგრამ ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებების მთავარი მოტივი მაინც ეს მესამე ფაქტორია. 2025 წლის ოქტომბრამდე JCPOA-ის, ანუ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის პირობების მიხედვით, იმ 5 ქვეყანას, რომლებიც კვლავ შეთანხმების ნაწილი რჩებიან, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი, აქვთ უფლება მიმართოს გაეროს და მოითხოვონ ირანისათვის სანქციების ხელახლა დაწესება, თუ მიიჩნევენ, რომ ირანი არღოს ბირთვულ პროგრამაზე დაწესებულ შეზღუდვებს. შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყნები ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ეს მექანიზმი ცნობილია როგორც snapback sanctions, ანუ სანქციების ავტომატური აღდგენა, რაც დასავლეთისათვის ირანის წინააღმდეგ დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო ძლიერი ბერკეტია. სხვათა შორის, ამის იდეა რუსეთის საგარეო მინისტრს სერგეი ლავროვს ეკუთვნის. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკვე მიანიშნებენ, რომ მზად არიან ამ მექანიზმით ისარგებლონ, თუ ირანი ატომური პროგრამის გაძლიერებას გააგრძელებს. მართალია, შეერთებული შტატები ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს გამოიყო შეთანხმებას და არც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებია უკან, მაგრამ მისი ევროპელი მოკავშირეები კვლავ რჩებიან შეთანხმებაში. ამიტომ ტრამპს აქვს შესაძლებლობა ევროპის დახმარებით ზეწოლა განახორციელოს ირანზე. სწორედ ამიტომ ბუნებრივია ტრამპს სურს ირანთან ატომური საკითხების მოგვარება 2025 წლის ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია ირანის დამატებით დაშანტაჟება გაეროს სანქციებით. ზოგადად, ატომური იარაღის გავრცელება გლობალურ წესრიგისათვის სერიოზულ საფრთხედ ითვლება. ამით იზრდება როგორც ატომური ომის რისკი, ასევე რეგიონული დაძაბულობა, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ამცირებს ბირთვულ მარაგებს ან აკონტროლებს ბირთვული იარაღის გავრცელებას, აღიქმება როგორც უსაფრთხოებისაკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების დინამიკა დადებითად ფასდება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ჯერ კიდევ სერიოზული სირთულეების გადალახვა მოუწევს. მაგალითად, ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანის მიერ ნებისმიერი სახის ბირთვული შესაძლებლობების ფლობას. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ეხება მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებას. სამაგიეროდ, შეერთებულ შტატებს, როგორც ჩანს, მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რადგან ძნელია იმის წარმოდგენა, სადაც ამერიკა მიიღებს ყველაფერს და ირანი არაფერს. ასე შემთხვევაში ირანს უბრალოდ არ ექნება мотиваცია, რომ რაიმე შეთანხმებაზე წავიდეს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ექსპერტის შეფასებით ისრაელს თავადაც აქვს ატომური იარაღი, თუმცა ოფიციალურად ამას არ აღიარებს. ისრაელი ირანის მსგავსად არ აძლევს გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს უფლებას შეამოწმოს მისი ბირთვული ობიექტები, რაც საერთაშორისო მასშტაბით საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. შესაძლოა ირანმა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიზნით მოითხოვოს ისრაელის ატომური სადგურების ინსპექტირებაც, ასე რომ წინ ნამდვილად საინტერესო მოვლენები გველოდება. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ დასრულდება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე ატომური მოლაპარაკებების მცდელობა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემს ერთგულ მაყურებელს. წინა ვიდეოს კომენტარებიდან კარგად გამოჩნდა თქვენი ინტერესი ირანის ატომური შესაძლებლობებისა და ამერიკა-ირანის ურთიერთობების მიმართ. ამიტომ ეს ეპიზოდი სწორედ მაყურებლის თხოვნით მომამზადე. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი და კომენტარებში მასწავლეთ კიდევ რა თემებზე ისურვებდით მეტი ინფორმაციის მიღებას. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამომყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით, სადაც ირანის რეალურ ძალასა და გავლენებზე ვსაუბრობ.